დავბრუნდით პირდაპირ ეთერში დაფუფქული და გალამაზებული თევზით. სანამ ძიმა მოგვიახლოვდა მერიკომ იქნებ გაიმეოროს უცბად და არ არის პრობლემა, წამოვალე. ჯერ გეპარება. თუ მახსოვს, აბა მე ვიტყვი. ესე იგი, ჩვენი თევზი არის კალმახი. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც გარეცხავთ და გაასუფთავთ, ფარფლებს მოვაჭრით. შემდეგ ორივე მხარეს დასერავთ, აი როგორც არის დასერილი. ჩავტენეთ შიგნით ცოცხალი ქონდარი და ლიმონი, მოვაყარეთ მარილი და შევწვით ორივე მხარეს ჩვეულებრივად. შავი პილპილით. მანამ დილ ხდებოდა რა, ამერიკომ დაჭრა ულამაზესი მწვანე მკვახე პამიდორი და ზემოდან კიდე ერთი ცალი გვერდზე მიუწყო და გოდიში ყავა ხოლმე ბავშვად აუ კი რა. მომელში ეს ყველაფერი შეწვა. მომხაგენება სხვა ყავა მე არ გამაჩნია. გადმოვიღოთ ახლა ეს პომიდრები. კიდე მე მაგას გავაკეთებ და შენ ამასობაში კიდე მზადდებოდა გარნირი, რომელიც შედგება. აბა დაიწყე. ეს არის კრაბი. ეს არის მოხარშული კარტოფილი. ეს არის მწვანე ხახვი და ქინძი, მარილი პილპილი. კიდე მწვანე ხახვი, ქინძი, ტკივილი. მე მგონი ყველაფერი. ცოტა ზეთი. ზეთი, შავი წიწაკა, მარილი. კარტოფილი მოხარშული, რომელიც მერიკო მოწვას ეს. და იცი რა, აი, მე მკითხავთ, მოხარშული კვერცხით ძალიან მოუხდება ამ საალ. ალბათ, გეთანხმებით. და ამოვზილეთ, ოღონდ აი ბოლომდე არ ამოვზილეთ, აი რაღაცნაირად დაკეპილს უფრო გავს ვიდრე ამოზელს. თუმცა ეს ძალიან კარგი ხერხია, მე თუ მკითხავ მერიკო, იმიტომ რომ მოხარშული კარტოფილის დაჭრა კუბებად და ასე შემდეგ. მართლა ჯობია ესე ჩაჭყლიტოთ, როგორც მაინც იზილება. ახალი რამდენია? 3. აიღო. ნუ, მარტო მაგ სახით ვიღებ გლუკოზა. კარგი. პომიდორიც და ესეც არის ამ კერძის გარნირი, ხო სწორია? ამ კერძის გარნირია, თევზის გარნირი, თუმცა ისეთ შეიძლება მიირთვა, მე მგონი ისაც ანგემრიელი იქნება. აი ამ პომიდორს რა დაწვირთვა იქნება გემოვნების მხრივ ცოტა არ ვიცი, ხო? კარგი. იმიტომ მერიკო, შეიძლება მაყურებას გაუჩნდეს კითხვა. ცოტა სიმშრალე ხო არ არის ყველაფერში? რატო? მაგრამ მე თევზთან ცოტა წვნიანი გარნირიც მიყვარს. ხო, წვნიანი, აბა. ითი შეიძლება გავაწვნიან. ეხლა ვაპირებ ამის გავწვნიანება, მაინტერესებს თქვენ რა წვნიანზე გაქვთ, აი როგორი ტიპის. მე ვაპირებ რომ ოდნავ ხო სისველი რა არის. ნაღების საოცრად მიყვარს მე სოკოთი რომ არის. თევზთან მე. ორაგულთან მე ხო. თევზთან ძალიან არ მიყვარს ზოგადად ნებისმიერი ძის პროდუქტი. მე პირადად არ მიყვარს. თუმცა ბევრს უყვარს და აკეთებ ძალიან ხშირად ორაგულთან აღებს. არჩევ დიდი ყავა რამდენი? 1. მადლობ ერთი. და მე აქ ვაპირებ, არ ვიცი ახლა შეიძლება ამ სისრელეზე ლაპარაკობდით. თქვენს გავაკეთო უბრალო მარტივი ლიმონის ვინეგრეტი და ამ ყველაფერს ზემოდან მოვასხა. აი და კი კარგია, უკვე ნერწმუნო მადგა. ძიმა, მეც გამიკეთე ყავა. ანუ გჭირდება. ეხლა. თანასწორობა ხო იცი უკვე დღეიდან. მნიშვნელოვანია ძალიან. გენდერული. რა თქმა უნდა. დღეიდან კიდე უფრო. მარილი მოკლედ აქ გვაქვს ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და ცოტა წყალი გვინდა, სულ ცოტა. რომ ეს ლიმონის და ზეითუნის ზეთი ინტენსივობა ცოტა მოაცილოს. და იმ ამასობაში თევზი არ დაგვეწვას. დაგვეწვა, მე მგონი ცოტა მეცა ეს გამოვხდოთ, უკვე აღარ უნდა ნამდვილად. ამერიკო, ეგ გარნირს უნდა მოვასხათ, ხო? ეს ახლა თევზი უნდა დავადოთ ამ გარნირს და ყველაფერს ერთად გადავასხავთ. ხო. მე არ დამავიწყეთ ჩვენი მაყურებლის თხოვნა, რომ ფოტოთი აისახოს რეცეპტიც. როგორ? ყოველთვის გთხოვენ რეცეპტს და ასევე ფოტოს იმ კერძის როგორ გამოიყურება. ხო, დათხოვნა. კი. არ დამავიწყდეს თქო. მოდი ბაიკო. მიუდე ბაიკო. მე ცოტა მღელვარე ვარ. მაგაზე მეტი სანერვიულო არაფერი არ მოგწეს, ბაი. აბა. ვაიმე რა ლამაზია. ეგ არის, ამასაც ცოტა მოვასხათ. კი ბატონო, მე გადავხდი მანამდე მოვაპრიალებ თებს, რომ უფრო ესთეტიური იყოს ეს ყველაფერი. მოდი ძიმა, მოდი. მოვაცილოთ ეს ლიმონის კურკები. ბაი. მადლობა. აუ, აქ ნიყვი გველოდება. აჰ, ვერ ვაცილებ. არა უშავს, მე მოვაცილებ. აბა. სკლიპურტით. ფოტოშოპი ძალიან ესთეტური თვალსაზრისითაც შენივრად გამოიყურება. მე მიხარია რომ შენ მოგწონს დინა. იძულებული ვარ კიდევ ერთხელ შეგაქო მერიკო. გაიძულა.
დიმ დადე ფოტოს გადავიდე. კარგი, უცბად ფოტო და გავედით მე და ეს ერთად რეკლამაზე. რომ იყოს უფრო რომანტიკული. არ არის პრობლემა. ალბათ უფრო ხო. გემრი. რეკლამაზე გავდივართ, ხო სწორია ახლა? დიახ. რა გინდა კაცო? დადე და მე ერთ. დადე.